თორნიკე შუადღემშვიდობის. შუადღემშვიდობის მოგესალმები. ვაშა. მოდი, დაიკავე ადგილი და მაყურებელსაც გზადაგზა ვეთყვი იმ თემის ირგვლივ, რაზეც დღეს ვაპირებთ საუბარს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა ახალი ინიციატივა დაამტკიცა. ინიციატივის თანახმად გეტყვით, რომ რიგ დარღვევებზე, მძღოლებისთვის და ასევე ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ეს ნიშნავს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში იზრდება ჯარიმა, როგორც დამრღვევი მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც. რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების მიღება? ამას ჩვენი სტუმარი გვეტყვის თორნიკე ჭეიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის. შუადღის სტუმარი თორნიკე, კიდევ ერთხელ სალამი და მოდი არ დავკარგოთ დრო. დავიწყოთ საუბარი, მით უმეტეს როგორც აღნიშნეთ, რიგ დარღვევებზე მძღოლებისა და ქვეითებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კაცრდება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იზრდება ამ შემთხვევაში უკვე ფულადი ჯარიმაც და მივყვეთ თანმიმდევრულად, დავიწყოთ თავდაპირველად იმით, რომ იზრდება ფულადი ჯარიმა ასევე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული აქვს მაყუჩი. რას გულისხმობს აღნიშნული სამართალდარღვევა და იგივე რამდენი იქნება ფულადი ჯარიმა ამ შემთხვევაში, რომელიც დაეკისრება მძღოლს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მართლაც საჭიროა საკითხია, რომელზეც დღეს საუბრობთ. რა თქმა უნდა, მოტივიც იყო ის, რომ მაქსიმალურად კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი შემოგვეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტში დავიწყეთ ამ ინიციატივაზე მუშაობა, ამ საკითხზე მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შესაბამისად სწორედ ჩვენი კომიტეტის წევრები ვიყავით ინიციატორები ამ საკანონმდებლო შესაბამისი პროექტის და ინიციატივის და რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ ასევე თანამშრომლობდით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც იქნება უკვე აღმასრულებელი ხომ ამ ახალი რეგულაციების. თქვენ კითხვა დასვით ამ შემთხვევაში კონკრეტულად თვითნებურად გადაკეთებასთან დაკავშირებით, კერძოდ მაყუჩის გადაკეთებასთან თუ გვაქვს საქმე, მოდი დავიწყოთ ანალიზი იქედან თუ რატომ საერთოდ დადგა ეს საჭიროება, რომ დამატებით დარეგულირებული იყო მაყუჩთან დაკავშირებული თემები. როგორც მოგეხსენებათ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ქალაქად ცხოვრობს, და განსაკუთრებით ღამის საათებში აწუხებს ხმაური, რომელიც მომდინარეობს ტრანსპორტისაგან. აქ შეიძლება ვისაუბროთ როგორც ავტომობილებზე, ისე მოტოციკლზე თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ ხმაურის, როგორც იკვეთება, არის ხშირ შემთხვევაში მაყუჩი, რომელიც არის გადაკეთებული, ანუ რომელიც არ შეესაბამება შესაბამისი ქარხანა დამამზადებლის მიერ ამათ მოდელისათვის განკუთვნილ სტანდარტს. გასაგებია, რომ ერთი მხრივ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს რაღაცა დამატებითი ჰობი თუ სიამოვნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ბალანსი, ხომ, ინტერესებს შორის. კი ბატონო, ერთი არის ავტომოყვარული და მისი ინტერესები და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ მეორე არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ინტერესი, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ მშვიდად, ასე ვთქვათ, გაატარონ თუნდაც საღამოს საათები თუ ღამის საათები საკუთარ სახლში, განსაკუთრებით ეს პრობლემა არის აქტუალური მაშინ, როცა ბავშვებს ეხებათ საქმე, იმიტომ რომ ეს მშვიდი, ასე ვთქვათ, ძილის ფაქტორს ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ისედაც სხვა გართულებები შეიძლება იყოს და სწორედ აი აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ესე იგი პირველი მაყუჩის გადაკეთებაც ჩაითვალოს, რომ ეს არის სატრანსპორტო საშუალების თვითნებურად გადაკეთება ეს ერთი და მეორე ადმინისტრაციული სახელი უკვე აი ამ გადაცდომის გამო გაიზარდოს, ანუ თუ აქამდე ზოგადად სატრანსპორტო საშუალების ზოგადად სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისთვის იყო 100 ლარი, ამ შემთხვევაში უკვე ეს ორმაგდება, ანუ საუბარია 200 ლარზე და ასევე -30 ქულით მოხდება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების კლებან, როგორც მოგეხსენებათ, აქ 100 ქულიანი სისტემა არის, რომელიც წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, როგორც დეპოზიტი ერთგვარად ივსება. ეს იქნება ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახელი და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გარანტირებული მაქსიმალურად
7, ასე ვთქვათ, ცხოვრება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა გულის ტკივილი პრეტენზიები იმასთან მიმართებით, რომ ეს საკითხი დამატებით კონტროლს საჭიროებდა და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებრივი დაკვეთა შევასრულეთ ამ ნაწილში. კი ბატონო, მინდა გითხოთ პირველ რიგში ძალიან ბევრი კითხვაა შემოსული ჩვენთან, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. არსებობს ქარხნული ავტომობილები, რომელსაც გამოსვლისთანავე აქვს საკმაოდ მაღალი ხმა და მაინტერესებს ამ ავტომობილებთან მიმართებაში როგორ იქნება და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირობითად ეხლა ძალიან მტკივნეულია 30 ქულის ჩამოჭრა 200 ლარს, თქვა არსებობს კატეგორია ადამიანების უღირს გადახდა, მაგრამ 30 ქულის მოკლება ძალიან რთული. რა ხდება განმეორებით შემთხვევაში? პირობითად დაჯარიმდა ადამიანი, მოაჭრეს 30 ლარი, ვისა 30 ქულა ბოდის ვიხდი, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას და ისევ ზუსტად იდენტურად იქცევა როგორც იქამდე. კი ბატონო, ესე იგი პირველი როცა ქარხანა დამამზადებელი თავადვე აკეთებს შესაბამის გათვლას სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, ეს იქნება მანქანა, მოტოციკლი თუ ასე შემდეგ, მაგ ჩვენ არ გვექნება თვითნებურად გადაკეთებასთან საქმე და შესაბამისად აღნიშნული ქმედება და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ იქნება დაუშვათ ის, რომელიც შეიძლება დაჯარიმდეს და მას ადმინისტრაციული და მის მძღოლს ადმინისტრაციული სახელი ამის გამო დაეკისროს. მეორე მხრივ თქვენ რაც ბრძანეთ განმეორებასთან დაკავშირებით, ეს ქულები თუ კი განმეორება მოხდა, კვლავ შემცირდება, ანუ -30 ქულას კიდე -30 ქულა დაემატება და როგორც მოგეხსენებათ, საერთო ჯამში შეიძლება თუ სიტყვაზე 4-ჯერ განმეორდა ეს, მხოლოდ ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შეიძლება მძღოლს შეუჩერდეს მართვის მოწმობა 1 წლის ვადით. 4-ჯერ განმეორება ნიშნავს, რომ ქულა აღარ რჩება და შესაბამისად მინუსებში გადადის ამ კი ბატონო, კი, რაც შეეხება ჯარიმას, რაც არის, ნუ ეს 200 ლარი იქნება ყოველ განმეორებით შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მოხდება შესაბამის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, მისი გადაყვანაც ხდება იმავდროულად საჯარიმო ავტოსადგომზე და იქ არის შესაბამისი სტანდარტი, ასე ვთქვათ, შემოთავაზებული, რომ რა თქმა უნდა, თუ კი მძღოლი არ ეთანხმება ამ ადმინისტრაციულ სახელს შესაბამის ჯარიმას, მას შეუძლია რომ ექსპერტიზა მოითხოვოს ამასთან მიმართებით, მაგრამ ნუ მეორე მხრივ თუ კი ექსპერტიზას არ ითხოვს, მაშინ 10 დღის შემდგომ შეუძლია რომ კვლავ გაიყვანოს თავის სატრანსპორტო საშუალება და ნუ აქ რა თქმა უნდა გამოსავალი არის ის რომ დაბრუნდეს ის სტატუს კვო რაც ქარხანა დამამზადებლის მიერ იყო გათვალისწინებული შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებისათვის. თორნიკე, როგორც ვიცით, ასევე პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებებზე კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის გამოყენებისთვის. ხო, საინტერესოა რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ იქნება იგივე ფულადი ჯარიმა მაშინ, როდესაც ჩვენ თვითნებურად დავამონტაჟებთ ციმციმა სიგნალს და საინტერესოა ამ შემთხვევაში ვთქვათ სამართალდარღვევა გულისხმობს თუ არა იმას, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა კვლავ გვიმცირდება. კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც ესე იგი გარკვეულ ხარვესთან მქონდა საქმე კანონმდებლობაში იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ ციმციმა სიგნალად აკვალიფიცირებდა მხოლოდ ლურჯ ან ლურჯ და წითელ, ან გარკვეულ შემთხვევებში ნარინჯისფერ დიახ მოელვარე ამ ციმციმა სიგნალს. თუმცა მეორე მხრივ, ნუ დღეს უკვე არის სხვადასხვა ციმციმა სიგნალები, რომელიც შეიძლება თავისი ეფექტით ძალიან ახლოს იდგეს აი ამ სპეციალურ ციმციმა სიგნალებთან, ანუ არსებული ნორმატიული მოწესრიგება რაც იყო აქამდე უახლოვდებოდეს, თუმცა პირდაპირ არ იკითხებოდეს ის, რომ ეს შეიძლება სპეციალური ციმციმა სიგნალის უნებართვო გამოყენებად იქნეს კვალიფიცირებული. ამ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ ნებისმიერი შეფერილობის სპეციალური ციმციმა სიგნალი თუ არის ნებართვის გარეშე დამონტაჟებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ამ შემთხვევაში მოხდება სანქცია საკმაოდ მაღალია. აქ არის 2000 ლარიან ჯარიმაზე ლაპარაკი და ქულები არის -20 ქულა. პირველ შემთხვევაში, განმეორების შემთხვევაში არის -25 ქულა და უკვე 2500 ლარიანი ფულადი სახდენ ჯარიმა. ესე იგი, აქ ყველაფერთან ერთად რა უნდა ითქვას, რომ მაგალითად არის ეგრეთ წოდებული სტრობოსკოპები, რომელიც შეიძლება ანათებდეს არა ლურჯად ან წითლად, არამედ ჰქონდეს მას თეთრი ნათება, ანუ ეს იყოს რაღაცა მოელვარე ეფექტის მქონე ნათურები, რომელიც მონტაჟდება მანქანაზე და შეიძლება ეს მძღოლმა გამოიყენოს
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით იმისათვის რომ აი ფაქტობრივად აი ამ შეცდომაში შეყვანის ფონზე მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა საგზაო მოძრაობაში. რა თქმა უნდა ეს თავისთავად უკვე ნეგატიურად შეიძლება აისახებოდეს და აისახებოდა კიდეც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და იმისათვის რომ ჩვენ ასეთი რბილად რომ თქვა გაუგებრობები გამოვრიცხოთ და არავის არ კონდეს იმის შესაძლებლობა რომ საკანონმდებლო ჩანაწერი ერთგვარი ბოროტად გამოიყენოს და რაღაცა გვერდი აუაროს ამას, ამიტომ შემოვიდა ეს უნივერსალური ცნება, რომ ნებისმიერი ეს დამატებითი ციმციმა სპეციალური სიგნალი მიუხედავად შეფრილობის, როგორც მოგახსენეთ, იქნება ასევე ადმინისტრაციული წესით სანქცირებადი ქმედება და აკრძალული ქმედება. და განმეორებითი ქმედების განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორც გითხარით, ანუ უკვე იზრდება ჯარიმა, ამ შემთხვევაში იქნება 2500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ქულათა რაოდენობას, აქ არის ლაპარაკი -25 ქულაზე. განმეორების მაღალი ქულათა რაოდენობა ამ შემთხვევაში. დრიფტი კიდევ ერთი საკითხი, სადაც ცვლილებებია, თუმცა დრიფტი აქამდეც არ იყო, ასე ვთქვათ, კანონით ნებადართული, თუმცა როგორც ვთქვით, თორნიკე ამ შემთხვევაში კანონი მოიაზრებს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას. ხო, მოდი უფრო დეტალურად რომ გითხრა და იმ შემთხვევაში თუ დრიფტაობთ, თქვათ, როგორი იქნება ფულადი ჯარიმა, რომელიც გვეკისრება. დიახ, ნამდვილად დრიფტი დღესაც აკრძალულია, თუმცა აქაც გარკვეულ ხარვესთან შეიძლება გქონდა საქმე აქამდე იმის გათვალისწინებით, რომ აქცენტი იყო დასმული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მხოლოდ მანქანებზე. ამ შემთხვევაში უკვე დრიფტის ცნება, იმის შემდეგ რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები მიიღო, გულისხმობს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით აი ამ მიზანმიმართულ მოცურებას, თუ წრიული მოძრაობების გაკეთებას, ანუ აქ სხვა ეს იქნება მოტოციკლი, კვადროციკლი თუ ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ასე ვთქვათ, დრიფტს აკეთებს, იგულისხმება. აქაც არის როგორც ერთი მხრივ ფულადი ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, როგორც ადმინისტრაციული სახელი გათვალისწინებული, ასევე -30 ქულაზეა ლაპარაკი, როცა ისევ და ისევ 100 ქულიან სისტემას გულისხმობთ. ნუ აქაც რა თქმა უნდა ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს სიამოვნება, მაგრამ ერთი კონკრეტული მძღოლის გატაცება, სიამოვნება არ უნდა იქცეს სხვისთვის გამოწვევად და საფრთხეთ. აქაც ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით ღამის საათებში ხდებოდა დრიფტის, ასე ვთქვათ, ფაქტების გამოვლენა. ჩვენ რომ ავიღოთ სტატისტიკა აი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 4500 შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც დრიფტის გამო წელიწადნახევრის დაახლოებით, ნუ ყოველწლიურად 1000-ობით ფაქტი იყო გამოვლენილი და რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანია რომ თვითონ ეს ცნება საკანონმდებლო მოწესრიგების დონეზე ფარავდეს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას და ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ამის საათებში, იმიტომ რომ დღის საათებში შეუძლებელია ახლა დრიფტაობა, ნუ ამას შესაძლოა სივრცე ჭირდება ახლა მჭიდრო მოძრაობაში ასეთი მოძრაობაა დღის განმავლობაში როგორც თბილისში, იქ წარმოუდგენელია დრიფტაობა, ბუნებრივია. თქვენ უპირატესობაზე საუბრობდით ციმციმასთან მიმართებაში და ერთი დეტალი მინდა გავიხსენო უბრალოდ აი ამ უპირატესობასთან დაკავშირებით ალბათ თქვენ შემშენებული გექნებათ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე როდესაც მაგალითად ესკორტის მანქანები სასტრაფო დახმარების მანქანა ან სახანძრო დახმარების მანქანას უთმობენ გზას კიდევ კაი ეს რომ მაინც ვისწავლეთ 21 საუკუნეში რომ უნდა გადავიდეთ მარჯვენა მხარეს და დაუთმოთ გზა მაგრამ როდესაც გაივლის თუ არა ესკორტის ან ციმციმიანი მანქანა ამ შემთხვევაში სასტრაფო დახმარების პირდაპირ გადადიან და დგებიან ანუ გულისხმობთ როცა მიყვებიან. როდესაც მიყვებიან, კი. მე არ ვიცი. სასტრაფოს როდესაც მიყვებიან, და მათ შორის ხო, სარგებლობები. ამ ყველას დიდი უპირატესობა ეგ არის, იმიტომ რომ ის არ ჭირდება შესაბამისად და მიყვება. ამ შემთხვევაში თუ არის რაიმე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ადრე იყო, როდესაც პირობითად სამთავრობო ესკორტ ჩაუდგებოდი, იქ საკმაოდ სერიოზული ჯარიმა მოსდევდა ამ ყველაფერს.
ნუ მან რამდენიმე სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როდესაც ერთი აი ამ ეგრეთ წოდებული ჩადგომის თუ გაყოლის გამო შეიძლება საკუთრივ ამ საავტომობილო კორტეჟს შეექმნას რაღაცა ასე ვთქვათ პრობლემა და აფრთხილება დამატებითი დიახ და ეს თავისთავად დაკავშირებულია რა თქმა უნდა შესაბამის აკრძალვასთან და ადმინისტრაციულ სახთელთან. მეორე მხრივ თუ ეს არის სპეციალური სამოძრაო ზოლი ხო ეგრეთ წოდებული შეიძლება ბასლაინითაც სარგებლობდნენ სპეციალური თუ ოპერატიული დანიშნულების მანქანები და ტრანსპორტი სახანძრო მანქანა იქნება ეს სასწრაფო თუ სხვა. ნუ აქაც რა თქმა უნდა შესაბამისი სანქცირება მოხდება, მაგრამ აი იმისათვის რომ აქ გამოურიცხოთ გარკვეული ასე ვთქვათ თვალთმაქცობა იმ თვალსაზრისით რომ შეიძლება ვიღაცა გაყვეს და ამ დროს ეს რაღაც ციმციმა მანათობელი სიგნალი მანაც ჩართოს, აი სწორედ ამიტომ შემოდის ეს დამაზუსტებელი რეგულაცია, რომ მიუხედავად შეფერილობისა ნებისმიერი მსგავსი დამატებითი სპეციალური ციმციმა სიგნალი იქნება აკრძალული უკვე მას შემდეგ რაც ეს ცვლილებები ამოქმედდება. და აუცილებლად მინდა ქვეითად მოსიარულებსაც შევეხოთ თორნიკე მით უმეტეს ვიცით რომ ადმინისტრაციული ჯარიმა ამ შემთხვევაშიც იზრდება და ეხება ქვეითებსაც. აი რა უნდა გავითვალისწინოთ როგორც დედაქალაქში ასევე მაგისტრალზე, იმიტომ რომ ესეც ვიცი რომ ძალიან საჭიროა საკითხია და მოიცავს ეს ახალი კანონი ამ მიმართულებასაც და როგორ იქნება ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ ქვეითად მოსიარულე არ გაითვალისწინებს და არ დაემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს. ნუ აქაც უნდა დავიწყოთ ანალიზით, აი ჩვენ თუ ავიღებთ ისევ და ისევ ბოლო წელიწადნახევრის სტატისტიკას, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გულისხმობ შემთხვევებს, რომელიც სისხლის სამართლის წესით, ასე ვთქვათ, განვითარდა და შესაბამისი სასჯელები შეიძლება დადგა, ანუ დაახლოებით 8500 შემთხვევიდან ასეთი მძიმე, ესე იგი, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებიდან 2500 უკავშირდება ქვეითად მოსიარულეს. ანუ 2500 შემთხვევაში შეჯახება მოხდა ქვეითად მოსიარულეზე. აქ რასაკვირველია, პასუხისმგებლობა არის როგორც საკუთრივ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლზე, ისე მთელ შემთხვევაში არანაკლებ პასუხისმგებლობა არის ქვეითად მოსიარულეზე და დღეს ჩვენ თუ ვნახავთ აქამდე არსებულ ადმინისტრაციულ სახთელებს იყო აი მართლაც მიზერული ჯარიმა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული, პირველ შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, განმეორებულ შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, რაც ვერ ასრულებდა იმ პრევენციულ ფუნქციას, რომელიც ზოგადად ნებისმიერ ამგზავრავ ნორმას შეიძლება გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ კი საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილე გარდა მძღოლისა და მათ შორის ქვეითად მოსიარულე არღვევს შესაბამის მონიშნებს, არ ემორჩილება სათანადო ნიშნებს და ასე შემდეგ შეიძლება მაგალითად უადგილო ადგილას ჭრიდეს თუნდაც გზას. ეს პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, განმეორებულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით. თუ კი ამას მოჰყვა საავარიო სიტუაციის შექმნა, აქაც პირველივე შემთხვევაში არის 100 ლარიან ჯარიმაზე ლაპარაკი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ეს ხდება ავტომაგისტრალზე, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე არის, ვთქვათ, სტატისტიკა ახსენეთ და მაღალი მონაცემები და შემთხვევები. დიახ, აი რა სტატისტიკაც მოვიყვანე, აქ რა თქმა უნდა ჩათვლილია როგორც ქალაქის ქუჩებში შესაბამის შემთხვევები, ისე ავტომაგისტრალებზე და სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი არის და მით უმეტეს ავტომაგისტრალზე კიდევ უფრო მაღალი არის რისკი იმისა, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგით და გამოსავლით დასრულდეს, ასე რომ აქ უკვე პირველ შემთხვევაში ლაპარაკობთ იმაზე, რომ არის 100 ლარიანი ჯარიმა, ხოლო განმეორებულ შემთხვევაში არის 200 ლარიანი. ეს ისევ და ისევ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყველამ დაიცვას მოძრაობის წესები, იქნება ეს მძღოლი თუ ქვეითად მოსიარულე და გაუფრთხილდეთ, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით ერთმანეთის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის რისკები, რაც შეიძლება ზოგადად ტრანსპორტით გადაადგილებას უკავშირდებოდეს, მიუხედავად იმისა, რა ასე ვთქვათ, ამპლუაში გვიწევს შესაბამისი მოძრაობის მონაწილეები რომ ვიყოთ. ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფერთან ერთად ამ თუნდაც ადმინისტრაციული სახთელების გამკაცრებასთან თუ გარკვეული ნიუანსების დაზუსტებასთან და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, რომ მოხდეს ამ ყველაფრის ჯეროვნად აღსრულება. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები არიან მაქსიმალურად მობილიზებულები. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ რა თქმა უნდა ამ საკანონმდებლო
საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების დახვეწის დროსაც ბუნებრივია გქონდა ჩვენ მათთან აქტიური კონსულტაციები და არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ უკვე ამ ნორმების ეფექტიანი აღსრულება მოხდეს, მას შემდეგ რაც ზოგადად მოხდება შესაბამისი სიახლეების ამოქმედება, ეს უახლოეს დღეებში განხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტიდან უკვე იგზავნება საქართველოს პრეზიდენტთან შესაბამისი კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად და გამოქვეყნებისთანავე მოხდება ამ ახალი რეგულაციების ამოქმედება, ანუ როგორც ვამბობ ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვისაც კიდევ ერთხელ კარგად გასაგები რომ იყოს, უახლოეს მაქსიმუმ ალბათ 2-3 დღეში მოხდება შესაბამისი ცვლილებების ამოქმედება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოწოდება ყველას მიმართ არის ის, რომ რაც შეიძლება დავიცვათ მოძრაობის წესები და შესაბამისად არ შევქმნათ ისეთი სიტუაციები, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ან თუნდაც არ იწვევდეს დისკომფორტს, მაშინ როცა განსაკუთრებით ხმაურზე თუ დრიფტზე თუ ასეთ გადაცემებზე ვლაპარაკობთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. მოკლედ, სამართალდარღვევის შემთხვევაში ჩვენი მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობას შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, გარდა ამისა ადმინისტრაციული ჯარიმები და ძალიან მოკლედ თორნიკე, როგორ ფიქრობ დაახლოებით თქვათ რა დროში შეცვლის აღნიშნული თქვათ ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლის წინაშეც ხშირად ვდგებით ხოლმე, როგორც თავად აღნიშნეთ. აქ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რომ ეფექტი ამას შეიძლება ფაქტორად მყისიერად ჰქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, საინფორმაციო თვალსაზრისითაც გასულ კვირაშიც საკმაოდ აქტიურად ხდებოდა ამ სიახლეების გაშუქება, თუნდაც ეს შესაძლებლობაც, რა თქმა უნდა, მე მგონი კარგი არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომ დამატებითი ინფორმაცია მიიღოს ამ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და ბუნებრივია ჩვენც როგორც ასე ვთქვათ საკანონმდებლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში და კომუნიკაციაში შინაგან საქმეთა მინისტროსთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ზოგადად იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს ამ რეგულაციების აღსრულება. მე ახალი ინიციატივა მაქვს. აბა. რატო არ შეიძლება? უბრალოდ მართლა განხილვაში რო იყოს, რომ პირობითად მე და თაკო 100 ქულით დავამთავრეთ წელი. ანუ ბეჯითი მძღოლები ვართ, კარგი მძღოლები ვართ. აქ წახალისების მექანიზმი წახალისება იყოს, ხო? ამანაც ხო შეიძლება გარკვეულწილად იმოქმედოს იმაზე, რომ ადამიანმა შინაგანად უბრალოდ შეამციროს ის დარღვევები, რასაც არ ღვევს, რა ვიცი. თავარია შემდგომ ამ დაგროვილი ქულების ბოროტად გამოყენება. ბოროტად გამოყენება არ კი ბატონო, მადლობა, დიდი საინტერესო იყო. ის ფაქტშერს მე რატომღაც განცდა მქონდა იმისა, რომ სიგნალთან დაკავშირებით უნდა გეკითხა. არა, იცი რატომ, 2 წელი მაქვს დამთავრებული, 2 წელი მაქვს დამთავრებული 100 ქულით, რა, ისე რომ საერთოდ დარღვევა არ მქონი. და უბრალოდ შინაგანი პროტესტის გზნობა გამიშთა, რატო არ შეიძლება, რომ ხო 1-20 ქულა წამიმატონ. რა მოხდება? სხვა შორის ეს მუდმივი პროცესი არის, ზოგადად დახვეწა ამ საკითხის, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობას და ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება რა თქმა უნდა განხილვას. მე მგონი განხილვა ღირს. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თორნიკე, დაგემშვიდობებით.